დღეს 62 წონის კლებს. არცად არ გავქრავარ, დღესაც ვიდეოს ვდებ საბედნიეროდ. იმიტომ რომ ყველაფერი მშვენიერად მიდის რა. და კონცენტრირებულად ვარჯიშობ. დღესაც გავიხვეწე ადრე, დილის 6 საათზე. მე მგონი 7 წლებოდა. იმიტომ გუშინ ცოტა გვიან დავიძინე, 8 საათზე. რეჟიმი გამოვასწორე ეს დღები და ამიტომაც კაია რა. და იმედი არც გამიფუჭდება. და მოდი ახლა გაჩვენებთ რა გავაკეთე დროში. ფანკეიკები გავაკეთე და ჩემ TikTok-ზე ტუტორიალს წავდი როგორ უნდა გამეკეთებინა. იმედი ახლა ხმა არის მის იქიდან, მაინც ყოველ შემთხვევაში დავხურავ პანჯარს. დღეს გვექნება ფეხები, ფეხებს უნდა ვავარჯიშოთ, თორემ ფეხები კი არ მაქვს. ხო, დღეს ვავარჯიშებ ფეხებს. და არ მოგატყუებ და ფეხების ვარჯიში არის ჩემთვის ყველაზე კარგი ექსპერიენსი რა. ის კი არა დღესაც ვტკივად წვიობი. და რამდენი დღის ვავარჯიშებ ფეხები. მაგრამ რატომაც არა. ჩვენ მოვხსნათ ტკივილი. ცოტა კრიჯობად შეხედე. მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია იყოთ ბედნიერები და ის თქვათ რაც გინდათ რა. არა უშუალოდ ხალხი ჩაქვლით თუ არა გინდათ. ეგეთი ხალხი რომელიც უკრინჯათ რაღაცებად ხვლით. ერთი უბრალოდ დეპრესიული ხალხია რა. მათიც მესმის, იმიტომ რომ ახლა როცა ცუდი დღე მაქვს ხოლმე მეც რა და ცოტა რაღაცა დეპრესიაში ვარ ხოლმე. მეც უფრო ადამიანს რო შევხედავ ხოლმე, უფრო აგრესიულად ვარ ხოლმე განწყობილი რა, ეს ვინა, ეს რა არის, თუ რა კრინჯობა და ეგეთ რაღაცები რა. არა, რეალობაში მე ჩვეულებრივ დღეს, ბედნიერ დღეს რო შეხედავ სამყაროს რა, ყველა გეჩვენება ნორმალურად და კარგად და გაერთონ და რაც უნდა ის აკეთონ რა, მთავარი შეხელი არ შეგიჩალონ რა. ეს ამ მთავარი. ხო ასე ვიცი შეამჩნიე დღეს გავიპარსე წვერები და რბილი მაქვს ახლა. ხო ასევე დღესაც რა ნორმალური სითბო არა, ძალიანაც არ ცხელა და ეს ძალიან მახარებს, იმიტომ რომ იწვის ხოლმე თბილისი, როგორც წინა ვიდეოებში თქვით, ეს ერთი კვირა დაახლოებით იწვის, გუშინაც ნაკლებად სითბისა. ნაკლებად სიცხე იყო და ეგ მიხაროდა. ხო და მოდია დღესაც ახლა რო დაღამდება რა თვითონ შუა დღრომბოა, სიცხე არ იქნება, იმიტომ მე მგონი ახლა არის 10 საათი. ასე ადრე რო ვიღვიძებ რა, ძალიან მარტივად ვამთავრებ ხოლმე ჩემ დღიურ მისიას რა, ასე რო ვთქვათ. და ჩქარა ვამთავრებ ჭამას, დალევას, ყველაფერს ვარჯიშს და ჩემერი თელი დღე თავისუფალი ვარ. ახლა რასაც ვიზამ ეს არის რომ ფანკეიკები შევჭამ. ცოტათი შევჭამ, იმიტომ რომ ახლა ერთი არათუ ვჭამ, მერი ფანკეიკი. დამამძიმებს ძალიან რა. და ვეცდები კიდე ძალიან ბევრი წყალი მივიღო, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს წყალს ვერ ვიღებ. არა, დღიურად მაინც ვიღებ 4 ლიტრად წყალს, მაგრამ მაინც რამდენიც მინდა იმდენს ვერ მივიღებ. თან დილით ბევრი წყალი არ დამილევი რა. და წყალი არის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წონის კლების დროსაც და წონის პატების დროსაც. სათვალები როგორ ნერვავს. მაგრამ ყურადღებას აღარც ვაქცევ უკვე რა დიდად გარეგნობას რა. უბრალოდ ჩემი თავი ვარ რა. Just be yourself, bro. ახლა არის უკვე 15 საათი. ჭამა ყველაფერი ძედავლიე და რავი რა. ცოტა იყოს წყლიდან დავიღალე რა და დაღლილია უფრო მოწყენილიც ვარ, იმიტომ რომ ვარცენ პანჯარას მივხურავ, თორე ხმოვი. დავიღალე TikTok-ით რა. იმიტომ რომ ისეთი ფორიუმ აქვს რა აწყობილი რომ ყოველ ერთ გადაშლაზე არის BP ედიტები რა, ვინც არიცით გიჭირ არც გაიგოთ რა. და ვინც იცით მიხვდებით რა, BP ედიტი რას ნიშნავს? რაც ლუქსფაქსერები რო გამოდიან და რავი, ჯერ რაღაც მახინჯ ტიპსო დაინახავენ და მე თვითონ თავის თავს რო სვამენ რა. თვითონაც არ აკეთებენ მაგედით, უბრალოდ სხვები აკეთებენ რა. და ცოტა ის მაქვს ვიფრებს რომ იმდენადაა რა სტანდარტები აყვანილი რომ საშინელება ხდება რა. იმიტომ რომ ვინც ეგრე გამოიყურება რეალურად არის პოპულარიზაციის 1%-ში ალბათ ასე ვთქვათ რა. და 8 მილიარდში 1%-იც უკვე მეგონი 9 მილიარდად მიცავიდა ხალხი, ზუსტად არ ვიცი. და 8-9 მილიარდში 1% არის რამდენიმე მილიონი. და რამდენიმე მილიონი ადამიანი ცხოვრებაში, როდესაც დადიხარ რეალურ ცხოვრებაში რა და არა სოციალურ ქსელებში, ფიზიკურად შეიძლება ვერც კი ვერასდროს ვერ ნახო და ერთხელ ორჯერ ნახო და მორჩა ეგაა რა. ძალიან იშვიათია რომ შეხვდეს ეგეთი ადამიანი. ხო და TikTok-ში რო არის გადაჭედილი ეგეთი ლამაზი ადამიანებით. მთელი TikTok-ი ყველას იმის უჩნდება რომ
ვაიმე მე რატო არ ვარ ლამაზი, ვაიმე მე რატო არ ვარ ლამაზი და ზოგიერთმა შეიძლება თავიც კი მოიკლას რა, იმიტომ რომ ანუ მეც საერთოდ ჩემი ადამიანსაც რო გაუჩნდება რა იმის ფიქრები რომ ვაიმე ნეტა უფრო მაღალი რატო არ ვარ, ვაიმე ნეტა უფრო ლამაზი რატო არ ვარ ხო ხვდებით რა, ვინც ჩემზე უშუალოდ გამოიყურება, ეგენი საერთოდ რაიმეში იქნებიან რა წნეხში ასე რომ ვთქვათ. ახლა არ ვიძახი რომ მე რაღაცა ულამაზესი ადამიანი ვარ. ჩადლაითი ვარ სადაც ასე რა. მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყოველთვის ვცდილობ თავი განვივითარო და განვივითარო, მაგრამ ზოგიერთი იმასაც ვერ აცნობიერებს, რომ თავის ასაკს არ უყურებენ რა, ახლა მაგალითად შეიძლება გინდოდეს რა იყო რაღაცა 6'2'6'1 ასე მეტრა 93 მეტრა 95, მაგრამ როცა ხართ 15-16 წლის, სრულად არ ხარ ჩამოყალიბებული და როდესაც კომენტარებში წერს ვიღაცა რომ არის 14 წლის და უკვე მეტრა 90-ზე მეტი, რა თქმა უნდა უფრო მეტად და დეპრესია უჩნდება რა ადამიანს. და სიმართლე გითხრა არც ვადანაშაულებ, იმიტომ რომ TikTok-შიც კომენტარებში ზოგიერთი ტყუილს აწერს, მაგრამ თუ რაღაცა მართალი დაწერა, ისიც რომ 1%-ში როცა შედის ეგეთი ადამიანი, ხო ზოგიერთი ელიტარულად დაჯილდოებული და რა ვქრათ, მაგრამ სხვა ჩვეულებრივ ხალხს არ უნდა შეადერო თავი, იმიტომ რომ საშუალო სიბაღლეები ხო არსებობს, მაგრამ საშუალო სიბაღლე არის საქართველოში მეტრა 73 და თუ ხარ მაღაზე მაღალი, გილოცავ. თან 18 წლის თუ ხარ უკვე რა, არა უბრალოდ 18 წლამდე თუ ხარ მაღაზე მაღალი, აი უკვე გილოცავ რა. აი მეც ხო არ საშუალო სიბაღლეზე მაღალი, თან ბევრად, მაგრამ უფრო მეტი მინდა რატომღაც რა. არ და ზოგიერთი ჩემი სიბაღლეთვის შეიძლება ადამიანიც მოეკლა რა, ზოგიერთი ჩემი სიბაღლეთვის, მაგრამ ეს არის ადამიანური ეგოისტი რა, უბრალოდ ეგოიზმი, რომ უფრო და უფრო მეტი გვინდა ყოველთვის და არასდროს არა რაღაცა საკმარისი. ახლა რო ვიყო მე მეტრა 85, რა თქმა უნდა უფრო მეტიც მომინდებოდა. იმიტომ რომ საერთოდ მე ესეთი ადამიანი ყოველთვის მეტი და მეტი მინდა რა, არაფერი არ მაყოფილებს. თუმცა რაც მოგცა ღმერთმა უნდა შევეგუოთ ამას რა. მე კი მჯერა რომ ახლა ბევრად მაღალიც გავხდები და თქვენც თუ არ ხართ უკვე რა, სადღაც 20 წლამდე, თქვენც გაიზრდებით რა, დიდი შანსებია რომ 1-3 სანტიმეტრი მაინც მოვიმატოთ მინიმუმ რა. 15 წლიდან 20 წლამდე ყველაზე ცოტა რა, იმენა სიბაღლის ისიც რომ შეგიჩერდეს 3-4 სანტიმეტრს უეჭველი მოიმატებთ რა. ამიტომაც არ დაშინდეთ რა. ხო ესა და ესა რა. კი არა, ისეთ გამოდეთ რა. მოკლედ თვები კი ბაკ. და ადრე სულ ასე ვიწევდით თვებს, მაგრამ მოკლედ თვებზეც უფრო მოკლედ თვებზეც სულ ასაწევი მიხდება, როცა გზელი თვები მქონდა, მაშინაც იგივე თემა იყო რა, აი ეს პატარა რაღაცები, პატარა თვეები, ღეროები მაინც ჩამომდის რა, სულ გასასწორებელი მაქვს ასე მაღლა და ცოტა ეგეც მაღიზიანებს რატომღაც. რატომღაც რა, ასაწევი მაქვს მაგით მაღაზიანებს. სიმართლე გითხრა ახლა ჯობია წავიდე, მალე სავარჯიშოდ იმიტომ რომ დედა ჩემიც მოვა და რაღაც საქმეებზე უნდა გავყვე. ხო და რაც მალე მოვჩები ვარჯიში, ვით უკეთესი იქნება რა. და ხო ის არ დაგავწყდეთ რა, იმის როგორც ძველ ვიდეოებში ვიძახდი რა. მე ვიდეოებისაც მხოლოდ ეგ არხე წაშლილი მაქვს და მანდაც ვიცახდი ხოლმე რომ თუ უკვე გამოიყურები საშუალოდ მაგაზე არ უნდა ინერვიულო რომ აი მე გოგოები არ შემხედავენ, აი მე სიყვარულს ვერ ვიშოვე, იმიტომ რომ საკმარისია ოდნავ მაინც ლამაზად გამოიყურები და საშუალოდ 10-დან 6 მაინც რო იყო რა, რომ უკვე კარგი შანსები გქონდეს, იმიტომ რომ ასე რომ ვთქვათ საშუალო იმიტომ ხარ რომ საშუალო ხარ და შანსები გააქვს რა, ნებისმიერი ადამიანის დაკერვის რა. დაკერვა ცოტა უცნაური აჭერს, მაგრამ ეგ არაფერი. მეც ახლა მაგალითად რა, შემიძლია უფრო ლამაზიც გავხდე რა, უბრალოდ სათვალებს მოვიხსნი, წარვებს ცოტა უფრო გავისტორებ და მორჩა ეგა. მეტი არაფერი გჭირდება გლოვაფისთვის რა და თუ კიდე ან სუქანი ხარ, ან გამხდარი ხარ, უბრალოდ უმარტივესია რა, როდესაც ნორმალურ ფორმაზე დაუბრუნდები და გამოშრები და სახე გამხდარი გექნება, ავტომატურად გალამაზდები რა. ხო და ხო, მაგაზეც არ ინერვიულო რა. იმიტომ რომ მე ბავშვობაში მახსოვს, როდესაც სუქანი ვიყავი, ჩემ ძველ ფოტოებს ვაკვირდებოდი, როდესაც გამხდარი ვიყავი, გავსუქდებოდი, მესამე კლასამდე ვიყავი, ასე თუ ისე ნორმალურ ტანზე რა. ხო და ჩემ ძველ ფოტოებს ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი რა ყოველთვის რომ ვაიმე ნეტა ასეთი გამხდარი ვიყო მეთქი რა და წუწუნებდი იმაზე რომ როგორ გავსუქდი, როგორ მოვიმატე თქო და
როდესაც გავიზრდები, კუჭის ოპერაციას გავიკეთებ და გავხტები მეთქი, მაგრამ საბედნიეროდ ეგრე არ გავაკეთე და უბრალოდ ვარჯიში დავიწყე და ცოტათი ყველაფერი გაკეთდა და ანუ ასე ვთქვათ, გამოღვიძება გავაკეთე რა. ახლა მივიდივარ სავარჯიშოდ რა. ხო და ახლა მოვიდით, ჩემი ძმას ტელეფონი უყიდეთ და მაგალითად კურსაცმენებიც მოყვა. კარგი. ხო და რა თქმა უნდა მაგას მევიხდი. ხო და კიდე რისი თქმა მინდოდა. ის რომ კალდადებით შევჭამე, ყველაფერი დღიური ნორმა შევჭამე. ახლა წავალ ჯიმში და ხო. რომ მოვჩები ვარჯიში მე დავიბრუნდი. ახლა მოვჩი ფეხების ვარჯიში. ვიბანავე. და ხო. ძალიან მაგარი იყო, იმიტომ რომ ანუ მაგარი გაძლიერებული ვიყავი რა, ლეგ პრესი ვცადე და 150 კილო ისე მარტივად გავაკეთე 12 ჯერ. რომ ეს ჩათვლით დავფრინავდი რა. ხო და ფიქრობ 200 კილოზეც უნდა გადავიდე რა ლეგ პრესი და ანუ ფეხების ვარჯიშები თითქოს ყველაფერი გავმაქსე და რავი, მალე მსოფლიო რეკორდს ვახსნე. ნუ რა თქმა უნდა ვერ მოხსნი, იმიტომ რომ ნატურალური ვარ. და ნატურალურში შეიძლება. გულის. ნუ ხო, დღეს ხო უმაგრესი დღე. ახლა ყველანაირი სარკვილი შევჭამე. მაგარი დაღლილი ვარ, ვიბანავე ყველაფერი. ვიბანავე ყველაფერი და უცნაური. ანუ ხო. ნუ ფიქრობ დღეისთვის სულ ეს იყო რა, ანუ მეტი რა ვთქვა, არ ვიცი. ფიზიკურად და ვიდეო ძალიან დიდი გამოდის. ანუ ხო, ჩემი ახს გამოწერა არ დავიწყეთ და ლეგენდარული წირყვები შევხვდებით ხოლმე.